მინდა ჩემი პირადი მოსაზრება, შთაბეჭდილება გაგიზიაროთ ისეთ ამბავზე, რასაც ქვია დებატების სკოლა. მე პირადად ჩემი შვილი დამყავდა ამ დებატების სკოლაში და მასზე შემიძლია მისი მაგალითიც თქვა, რომ ეს არის არაჩვეულებრივი საქმე. ძალიან დიდი საქმეა ნამდვილად, იმიტომ რომ ადამიანი იწყებს განსაკუთრებული ფორმით აზროვნებას. მოგეხსენებათ ადამიანის მეტყველება, ადამიანის მანერა, ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ეს არის გარკვეულწილად ჩვენი პირადობის მოწმობა, ჩვენი საპრეზენტაციო პირველი, ასე ვთქვათ, ეფექტი და ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როგორ შეუძლია ადამიანს დაალაგოს აზრები და თლას ის, რასაც თავში ფიქრობს, დაალაგოს თავში ზუსტად ისე აზრები, რომ მსმენელს გააგებინოს კარგად ან ნებისმიერ ადამიანს, ვისთანაც კომუნიკაცია. ამ ყველაფერში ეს არაჩვეულებრივი ადამიანები დაგეხმარებიან, ვინც ამ ყველაფერს აკეთებს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის დებატების სკოლა. გირჩევთ მთელი გულით და სულით და მინდა პირადად მადლობა გადაუხადო ამ ადამიანებს, იმიტომ რომ აკეთებენ ძალიან დიდ საქმეს. თუ რამე გვჭირდება ჩვენ დღეს, ჩვენი მომავალი თაობის გვერდში დგომა, რომ მათ განვითარებას ხელი შეუწყოთ მაქსიმალურად. ამიტომ მსგავსი რამე არის უმნიშვნელოვანესი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ გირჩევთ ყველას დამიჯერეთ, არინანებთ და თქვენ თვითონვე ძალიან მალე ნახავთ, თუ რამხელა შედეგი მოაქვს, როდესაც დავშვებით ჯგუფურად, სწორად ანალიზს, სწორად კრიტიკას, სწორად დებატებს, კამათს, ანუ მოგისმინეთ, გავიაზრე, აი ამ ყველაფერს გადიან. ახლა ტარდება მისაღები კონკურსი და თამამად შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა. ეს აუცილებელია, ეს კონკურსი იმისთვის, რომ ჯგუფებში ნუ შეგეშინდებათ, ნუ დაიძაბებით, ყველაფერს მოგიხსნიან, თუ რამე გოჭავთ, თუ რამე გიშლის ხელს კომუნიკაციაში. სწორედ ამისთვის არის ეს ყველაფერი, ასე რომ თამამად ჩვენ ყველას შეგვიძლია აზროვნება და ლაპარაკი.